შეთანხმებაზე, რომელმაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი ოჯახები ძალიან გაახარა. სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განაგრძოს მუშაობა ორი მედიკამენტის შემოტანაზე. Როგორც წარიმართება პროცესი, განიხილება თუ არა ამ ეტაპზე სხვა წამლებზე მუშაობაც ამ თემებზე ჩვენი სტუმარი ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იქნება. მიხეილ სარჯველაძეა სწორედ ჩვენი პირველი სტუმარი და მასთან ვიწყებთ საუბარს. მოგესალმებით ბატონ მიხეილ, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. შეთანხმება შედგა და გავიგეთ, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ორი მედიკამენტის შესყიდვაზე დაიწყებს მუშაობა სპეციალური ჯგუფი. რა არის და იქნება ამ ჯგუფის პირველი რიგის ამოცანა? შეთანხმებული შერჩეული ორი მედიკამენტის უსაფრთხოების დამატებით შესწავლა, მისი შემოტანის პროცესის გამარტივება თუ დანერგვის პროცესში პაციენტების მართვა? მოგესალმებით, თქვენს მაყურებელს მივესალმები და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ თემით დაინტერესებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო საზოგადოდ და მნიშვნელოვანი შეთანხმება. რა თქმა უნდა, საკითხი თავის სიმწვავიდან გამომდინარე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა, თუმცა უნდა ვთქვა, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი არასწორი მითქმა-მოთქმა სდევდა თან, რა თქმა უნდა, მთელ ამ პროცესს, ბევრი არასწორი ინტერპრეტაცია, ძალიან ბევრი ვიხილეთ და მასშტაბური სახე მიიღო რეალურად პოლიტიკოსების, ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების მხრიდან ამ თემით პარაზიტირების, ასე შეგვიძლია ვთქვათ, დიდი მცდელობები. ეს ყოველთვის ასე ხდება სამწუხაროდ, მაგრამ ეს რეალობაა, რომელიც გქონდა. ამიტომ მე პირადად ყველაზე მეტად რაც მახარებს აი ამ შეთანხმების მიღწევიდან გამომდინარე, ეს არის, რომ ის რაც დასაწყისშივე აღნიშნეთ, რომ აუცილებლობა არსებობდა, რომ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ თითოეული იმ საკითხის შესახებ, რომელიც თქვენც აგერ ჩამოთვალეთ, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეული მთელი ეს პროცესი, მკურნალობის პროცესი იყოს მორგებული ყველაზე მეტად პაციენტებზე, რაც ყველაზე მეტად მათ სჭირდებათ. ამისთვის იქნება, რა თქმა უნდა, საფრთხეები, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მედიკამენტების გამოყენებას, ამის ანალიტიკაც უნდა განხორციელდეს. უნდა განხორციელდეს მედიკამენტების შერჩევაც. პროცესი თან როგორია, იცით, რომ არ დასრულდება, აი ყველა შემთხვევაში აქვს, თქვათ, რაღაცა კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივედით კონკრეტული მედიკამენტების ირგვლივ და გამოიკვეთა ეს კონტურები, მე შეგნებულად აქვე ვიტყვი, რომ კონკრეტული მედიკამენტების დასახელებისგან აუცილებლად თავ შევიკავებ, ასე შევთანხმდით და ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად ნორმალური და რელევანტურია. მაგრამ რაც შეეხება თვითონ სამუშაო პროცესს, იქ ბუნებრივია, რომ მომავალში აუცილებლად და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაჩნდება ახალი თაობის ძლიერი მედიკამენტები, ისეთი, რომელიც რეალურად მართლაც განკურნების შესაძლებლობებს გააჩენს და რეალურად იქნება დიდი სიახლე, მნიშვნელოვანი სიახლე. ამაზე დასაწყისშიც ვამბობდით და ბუნებრივია ასეც გავაგრძელებთ. იქ სადაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ნაკლები არსებობს, ნაკლები არა, სადაც პრაქტიკულად მინიმიზირებულია ასეთი კითხვის ნიშნები, იქ ბუნებრივია სახელმწიფომ ეს დასაწყისშივე აღნიშნა და პრემიერ-მინისტრმაც თქვა, ეს გახსოვთ თქვენ, რომ განცხადება გაკეთდა ასეთი, რომ რამდენიც არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ამის ღირებულება, ბუნებრივია სახელმწიფო ამის გულისთვის არ დაიხევს უკან და ეს არაერთხელ დაუდასტურებია ჩვენ სახელმწიფოს. მართლაც კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორე, რომ ამ ხელისუფლებამ ჩაიბარა მაგალითად ონკოლოგიის პროგრამა, რომელშიც 4 მილიონი იხარჯებოდა და 400 მილიონს გაცდა ეს დაფინანსება. მთლიანად ჯანდაცვის პროგრამა, აი მთლიანად ჯანდაცვის პროგრამა, რამდენსაც წარმოადგენდა, აი სულ მთლიანად 2012 წლის მდგომარეობით. იმხელა მარტო ონკოლოგიის პროგრამაა დღეს საქართველოში, იმაზე მეტი იხარჯება დღეს ონკოლოგიაზე. ამიტომ მე მგონი ყველასთვის გასაგებია, რომ ხარჯი არ არის ის, რაც სახელმწიფოს ამ შემთხვევაში ფრთხილად ყოფნის მკენ მოუწოდებს და ასე მიდგომებს საჭიროებს. ახლა შეხვედრის დროს რა იქნება განხილული ყველა საკითხი, რა თქმა უნდა, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. პროცესი დაიწყება, მათ შორის შესყიდვის მიმართულებით დაიწყება, მაგრამ რა თქმა უნდა, აი მაგალითად არის ისეთი საკითხი, როგორც არის მედიკამენტის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება ექიმებში, რომლებიც კი აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული იმ პროცესში, რასაც ქვია უშუალოდ პაციენტის მართვა. გვერდითი მოვლენები, რომელიც შეიძლება მედიკამენტებს ჰქონდეთ და ამასთან დაკავშირებული მართვა. ყველა ეს საკითხი რასაკვირველია. ეს იყო ერთ-ერთი რისკი, ხო, რაზეც ამბობ, რაზეც მიუთითებდნენ სპეციალისტები, რომ აი ამ უახლესი მედიკამენტების ფონზეც კი ძალიან მნიშვნელოვანია ეს მულტიდისციპლინური მიდგომა და მართვა პროცესის, ხომ? ამისთვის უკვე არის მზად თუ სჭირდება დამატებით მომზადება პარალელურად ამ ჯანდაცვის სისტემას? მე ვფიქრობ, რომ გარკვეული ბაზა ამ თვალსაზრისით არის შექმნილი. თუმცა ბუნებრივია, რომ ეს საკმარისი არ იქნება. თვითონ მართვის პროცესში ახალი მედიკამენტები
მედიკამენტი როდესაც შემოვა. ბუნებრივია ამას დაჭირდება ძალიან კარგად მომზადება, როგორც მონაცემების შეაგროვების მიმართულებით, იმიტომ რომ მაგალითად არის მედიკამენტები, რომლის გამოყენება არ გამოყენებაც დამოკიდებული, აი რომელ პოპულაციაზე გავრცელდება, რომელ პაციენტზე გავრცელდება და რომელზე ვერ გავრცელდება, ამ საკითხს სჭირდება ინდივიდუალურ რეჟიმში შეფასება. ეს იციან მშობლებმაც, ამაზე ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა. აქ არის არამხოლოდ ასაკობრივად არის, ასე ვთქვათ, განსაზღვრული, ვთქვათ, მედიკამენტების დაშვება არ დაშვების საკითხი, არამედ გარკვეული ფიზიკური კონდიციებიც უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას. აი ამ საკითხებს ყველაფერს დაჭირდება შესწავლაც, მომზადებაც, ექიმების ტრენინგიც, ყველაფერი ამის მიხედვით უნდა დაიგეგმოს, მაგრამ ამას აი როგორც ადრეც ვამბობდი, აუცილებლად სჭირდება მუშაობა, ერთობლივი მუშაობა, მათ შორის რა თქმა უნდა, ჩართულობა როგორც მშობლების მხრიდან, ისე ექიმების მხრიდან. ახლა ვინც არიან აღრიცხული პაციენტები ამ დიაგნოზით, ამჟამინდელი მონაცემებით ყველა მათგანი შეესაბამება აი ამ ორ შერჩეულ მედიკამენტს, თუ ესეც პროცესში უნდა დაზუსტდეს? ნახეთ, ყველა მედიკამენტს აქვს თავისი თვისება, თავისი დახასიათება, თავისი ლოგიკა გამოყენების. არის მედიკამენტები, აი ნახეთ, არის მედიკამენტები, რომელიც შეიძლება ესადაგებოდეს უკლებლივ ყველას იშვიათი გამონაკლისების გარდა. ამ შემთხვევაში შეიძლება ეს ასე წარიმართოს ერთ-ერთ მედიკამენტთან დაკავშირებით ვიძახი. არის მედიკამენტი, რომელზეც თვითონ მწარმოებელი აკეთებს დათქმას, რომ ეს გამოიყენება კონკრეტულად ამ და ამ ასაკობრივ ჯგუფში და სხვასთან არ გამოიყენება. არის დათქმები უამრავი. აი სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ხო გვაქვს შესწავლილი რამდენიმე სახელმწიფოს გამოცდილებას თვითონ ამ მედიკამენტის დახასიათებას. ამ მიმართულებით იკვეთება, რომ არის გარკვეული დათქმები, რომლის პირობითაც ხდება დაშვება მედიკამენტის გამოყენების. მაგალითად, არის კონკრეტულად მითითებული, რომ ფიზიკური მდგომარეობა არის გულის მაჩვენებლები, ფილტვის მაჩვენებლები უნდა იყოს ამა თუ იმ ხასიათის იმისთვის, რომ მოხდეს დაშვებაზე გადაწყვეტილების მიღება ინდივიდუალურ შემთხვევაში კონკრეტული პაციენტისა. არის მედიკამენტები, რომელიც დამოკიდებულია ნაირსახეობები აქვს სამწუხაროდ ამ დაავადებას. ну მოკლედ აი სხვადასხვა მუტაციები არსებობს ამ დაავადებისა და ამის მიხედვით ზოგიერთი მედიკამენტი ზოგიერთს ესადაგება, ზოგიერთს არ ესადაგება და ასე შემდეგ. ამასაც ბუნებრივი აღრიცხვა ჭირდება და ბევრ ისეთ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელიც ამ ეტაპზეც არსებობს, ასე ვთქვათ, მონაცემები, თუმცა მომავალში შეიძლება ამ მონაცემთა ბაზას დაჭირდეს განახლება, შევსება, უფრო გამდიდრება იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. საერთოდ მედიცინას უყვარს, რა თქმა უნდა, რომ იყოს მიდრეკილი რაც შეიძლება მეტად სიზუსტისკენ. სხვაგვარად, რა თქმა უნდა, ვერც ხიფათებს დავაზღვევთ და ვერც ეფექტიანობას მივაღწევთ. ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი პირველივე დღიდან. ბატონ მიხეილ, თქვენ საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ და რომ ვერ დააკონკრეტებთ ამ მედიკამენტებს და ეს გუშინაც არ დაკონკრეტებულა ორ წამალზე შეჯერება. თუ შეგიძლიათ გითხრათ, თქვენ აცხადებდით ამ ხნის განმავლობაში, რომ იმედიანად უყურებდით რამდენიმე მედიკამენტს. შეიძლება ითქვას, რომ ამ პრეპარატებზეა საუბარი და განიხილება თუ არა შემდეგ ეტაპზე ამ სიის გაფართოება და იმ დანარჩენ მედიკამენტებზე მუშაობაც, რასაც ასახელებდნენ მშობლები. მე ასე გიპასუხებთ ამ კითხვაზე. ნახეთ, ჩვენ რა პროგნოზებსაც ვაკეთებდით და რა მოლოდინებიც გვქონდა მედიკამენტებთან დაკავშირებით. პრინციპში იმგვარად წარიმართა, რომ აი მუდმივად ცვალებადია, ასე ვთქვათ, შთაბეჭდილებებით, შეხედულებებით, მტკიცებულებებით მედიკამენტების თაობაზე. მუდმივად ცვალებადი ნიშნავს იმას, რომ გარკვეული სიახლეები ჩნდება, რომელზე მეტად დაყრდნობის შესაძლებლობა გიჩნდება. კითხვის ნიშნები, რომელიც მანამდე გქონდა, შეიძლება გარკვეული კითხვის ნიშნები მოიხსნა, თუმცა არსებობს, ასე ვთქვათ, სხვა მონაცემებიც, რომელიც პირიქით ახალ კითხვის ნიშნებს შეიძლება ბადებდნენ. მე მაინც არ ვიჩქარებ, ნაბატიეთ ამისთვის, მაგრამ ვერ ვიჩქარებ მედიკამენტების დასახელებასთან და თუნდაც მინიშნებასთან დაკავშირებით, რომელზე რას ვფიქრობთ და რას გეგმავთ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი თვითონ აუცილებლად გასავლელი იყო, პროცესი, რომელიც გულისხმობს მედიკამენტის ავკარგიანობის თავიდან ბოლომდე სკრუპულოზურად, ზუსტად თავიდან ბოლომდე შესწავლას. უამისოდ მედიკამენტის გამოყენება ეს უბრალოდ აბსოლუტურად დაუშვებელია, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ. ამიტომ ამას აუცილებლად სჭირდება. აი ჩვენ რომ საუბრობდით იგივე ევროპული სახელმწიფოების სიფრთხილეზე, ეს არის ძირითადი ფაქტორი, ძირითადი მიზეზი, რის გამოც არიან ევროპული ძალიან ძლიერი სახელმწიფოები. აი ძალიან ბევრჯერ მეტი შესაძლებლობები რო აქვს ფინანსურად
ის სახელმწიფოები ისინიც კი ფეხს ითრევენ ცალკეული გადაწყვეტილებების მიღებისგან. რატომ? იმიტომ რომ ბუნებრივია რომ წამალს არ შეიძლება ასე ვთქვათ დაუფიქრებლად წამლის გამოყენება. ეს ყოფითი აი ტრივიალური ყოველდღიური ურთიერთობებიდანაც კი ყველასთვის ეს გასაგები უნდა იყოს მე მგონია. წამალს აუცილებლად ჭირდება ძალიან დიდი სიფრთხილე. სხვაგვარად ბუნებრივია რომ ეს შეიძლება საფრთხეების განმაპირობებელი იყოს. საფრთხესთან ერთად რა შედეგი უნდა მოიტანოს, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. არა და ამ ბავშვებს და ზოგადად ამ პაციენტებს ისეთი საჭიროებები აქვს რომ პირიქით უნდა ვიბრძოლოთ რომ თითოეული აი მიზერული აი მისხალიც კი წარმატებისა რომელიც შეიძლება მედიკამენტმა მოიტანოს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამიტომ ამას ჭირდება რა თქმა უნდა ძალიან დაფიქრებული, ძალიან ჩაღრმავებული მუშაობა ციმაგროვულად და ასე პრიმიტიულად საკითხის გადაწყვეტა როგორც ჩვენს ოპონენტებს ეს უნდათ ზოგიერთ ეტაპზე პოლიტიკურ ოპონენტებს გულისხმობ, ეს რა თქმა უნდა აბსოლუტურად არასერიოზულია. ისინი შეეცადნენ და სწორედ ამგვარად ეს ინსტრუმენტად გამოიყენეს რომ გააუბრალოს, გააპრიმიტიულეს კამათი ეს იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ემოციები ჯანგლიორობა მოეხდინათ, მაგრამ სინამდვილეში მე მგონი მათაც გადასარევად იციან, საზოგადოებამაც კარგად იცის ეს ყველაფერი, რომ წამლის გამოყენებას აუცილებლად სჭირდება სკრუპულოზურად, დეტალურად, სიღრმისეულად, სრულფასოვნად შესწავლა და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებების მიღება. კი ბატონო მიხელ, როდესაც მშობლებმა დაიწყეს პერმანენტული აქციები, მათი პოზიცია, რაც ყველა მშობლისთვის გასაგებია და მათი ინტერესი უპირველეს ყოვლისა გამომდინარეობდა მათი შვილების ჯანმრთელობისა და სიცოცხლიდან ეს პოზიციები მშობლების ამ პაციენტების ოჯახებისა და სახელმწიფოსი გარკვეულწილად განსხვავდებოდა თუ შეიძლება ასე დავარქვათ შედეგიანობასა და ეფექტზე მედიკამენტების ხო აი რისკზე და სარგებელზე მიუხედავად იმისა რომ თქვენ ხშირად უსვამდით ხას ამბობდით აი მიანიშნებდით რამდენიმე მედიკამენტის პოტენციალზე ეს პროცესი აი ამ აქციების დაწყებიდან დღემდე როგორ წარიმართა, აი როგორ მოხერხდა პოზიციების დაახლოება ამ ხნის განმავლობაში და რა ფაქტორების გათვალისწინებით? ფაქტორების დიდი სიმრავლეა, რა თქმა უნდა. განსხვავდებოდა ეს, მე მგონია რომ დიდად პოზიციები არც განსხვავდებოდა. უბრალოდ განსხვავებული შეხედულებები არსებობდა იმასთან დაკავშირებით. აი რამდენი მტკიცებულება იყო აუცილებელი იმისთვის, რომ მიღებული ყოფილიყო კონკრეტული გადაწყვეტილებები. დასაწყისიდანვე მშობლების პოზიცია იყო, რომ არ უნდა დაველოდოთ მტკიცებულებებს, არ უნდა გავარკვიოთ და გადაწყვეტილებები უფრო ნაჩქარევად, უფრო სწრაფად უნდა მივიღოთ. სიმართლე გითხრათ, ამასთან დაკავშირებით მე ვთვლი მაინც და მგონია და ამ პოზიციას ვადექით თავიდანვე, რომ ეს გადაწყვეტილებების მიღება სჭირდებოდა, რა თქმა უნდა, მტკიცებულებები, რომელმაც მოიყარა თავი და საბედნიეროდ დღეს გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ იმაზე, რომ ეს გააზრებული და არა იმპულსური და ემოციური გადაწყვეტილებებია. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ ვერც ერთ შემთხვევაში, ვერც ერთ მშობელს ვერ დავადანაშაულებ იმაში, რომ მათ ეჩქარებოდათ ყველაფერ ამასთან დაკავშირებით. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია და მშობლებმაც გადასარევად იციან, ჯერ კიდევ 2024 წლიდან მოყოლებული, როდესაც მათთან თანამშრომლობა და მუშაობა მაქვს, თითოეულ მათგანმა იცის, რომ აბსოლუტურად თანაგრძნობით ვარ განწყობილი და გადასარევად მესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩქარა გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა აქაც დაბალანსებულად უნდა იყოს მიდგომა ერთის მხრივ სიჩქარე და დაყოვნება არ შეიძლება, მაგრამ დაყოვნება არ შეიძლება არ ნიშნავს იმას, რომ გაუფრთხილებლად გადაწყვეტილებები მივიღოთ, ამიტომ ეს რისკი ბუნებრივია მივიღოთ თამდევი იყო. ჩვენ ბუნებრივია რომ ამ ურთიერთობების გამწვავების ფონზე გავაგრძელეთ მუშაობა, ამაზე გვისაუბრია კიდეც საჯაროდაც საუბრობდით, როგორც დასაწყისშივე პირველივე ბრიფინგი როგორც კი გაკეთდა, იქაც გავაკეთე განცხადება, რომ აუცილებლად საზოგადოებას ვამყოფებით საქმის კურსში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ბოლოს მაგალითად იგივე ჟენევაში, როდესაც ვიმყოფებოდი აი მსოფლიო ჯანდაცვის კონგრესზე, ასამბლეაზე მაპატიეთ, იქ იყო კიდეც მქონდა შესაძლებლობა დაახლოებით 15 სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირებს, ჯანდაცვის სექტორის თანამდებობის პირებთან მქონდა შეხვედრები, კლინიკურ სექტორთანაც მქონდა შეხვედრები და იქაც გამოიკვეთა გარკვეული ასე ვთქვათ შესაძლებლობები, მტკიცებულებები. ბუნებრივია რომ ამის თაობაზე საზოგადოებასაც მივაწოდეთ ინფორმაცია და ბუნებრივია რომ ამან განაპირობა კიდეც დიდწილად ხელი შეუწყო, რა თქმა უნდა, ამ მუშაობამ იმას რომ გადაწყვეტილებების მიღება გამხდარიყო შესაძლებელი. აი ეს არის ალბათ და ძალიან მოკლედ გითხავთ ბოლოს ეს პროცესი დაიწყო, როდის ვარაუდობთ პირველ შედეგს? ძნელი სათქმელია, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის, რა თქმა უნდა, დამოკიდებული, ეს დამოკიდებული იქნება მათ შორის თვითონ ორგანიზაციებზე, რომელთანაც ჩვენ გვექნება ამ კუთხით მოლაპარაკებებიც, კომუნიკაციაც, კონსულტაციებიც და ამის მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ვემზადებით, რა თქმა უნდა, ამ პროცესისთვის, რაც შეიძლება სწრაფად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს
პრინციპია, ასე ვთქვათ, ამ დაავადებაზე მუშაობის პროცესისთვის დამახასიათებელი, რომ აბსოლუტურად დაყოვნების გარეშე იქნება გადადგმული ყველა საჭირო. უბრალოდ ობიექტურად გარკვეულ ნაბიჯებს შეიძლება სჭირდებოდეს წინასწარ გარკვეული მომზადება, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ეს, რა თქმა უნდა, ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული წინ საკეთილდღეო თითოეული პაციენტისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პროცესი სწორედ ამავე დაკვირვებით, ყურადღებით წარიმართოს და იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყოველგვარი რისკი იყოს გამორიცხული და მაქსიმალური იყოს სარგებელი, რომელსაც მიიღებენ ბენეფიციარები, პაციენტები ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ღმერთმა ყველას მტკიცე ჯანმრთელობა მისცეს. ძალიან დიდი მადლობა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გახლდათ ჩვენი სტუმარი და ახლა დღის ქრონიკაში განვაგრძობთ საუბარს მიმდინარე